осознанно подожгли флаг Абхазии? Карги, Ираки, Чгера, Вы осознанно? Папа, неосознанно, как это можно сделать? Неосознанно это невозможно сделать. Невозможно. Ты осознанно это сделал. Осознанно сделал, вот это, как что я сказал. Вот это, что не было там отдельности, и было вместе, что были дружно, вот поэтому я вот это сделал. Я не имею против ни флага, ни абхазский, ни, что наоборот, не были братья, как раньше было, что простили друг друга. Я всех прошу прощения, кого, кто обижен. Всех прошу прощения. Вот это, что не было там отдельности, и было вместе, что были дружно, вот поэтому... ეს რო გავიგე იმ დღეს რო ეკავდი ბავშვი გაუწავლდი, ვერ დაუკავშირდი ვერანაირად. მე დედას რო დაუკავშირდი, დედამ ეს რო მითხრა, მე არ მახსოვს არაფერი, როგორ ჩავიკეც. ინტერნეტში გავრცელებული შვილის დაკითხვის თითოეული ფრაზა ზეპირად ახსოვს. ირაკლი 4 წელია არ უნახავს. ერთადერთი შვილი, რომლის გარეშეც ძალიან უჭირს. მას არასდროს არ ვიფიქრებდი. ეხლაც არ მჯერა, კიდე რაღაცნაირად როგორ მითქრავიც. უკანონო პატიმარს 27 წლის ირაკლი ბებუას გალის დე-ფაქტო სასამართლომ 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გალის გამოსასწორებელ კოლონიაში გატარებული 1 დღე 2 კალენდარულ დღედ ითვლება, რაც ნიშნავს, რომ სასჯელი ნახევრდება და 4 წლითა და 6 თვით განისაზღვრება. საქართველოს მოქალაქეს ბრალი წაუყენეს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო სიმბოლიკის დაზიანებასა და საბრძოლო მასალების შენახვისთვის. ეს კადრები, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტელევიზიამ გაავრცელა, სწორედ მაშინაა გადაღებული, როცა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას აღნიშნავდნენ. სწორედ ამ მოედანზე ირაკლი ბებუამ ეს მწვანე დროშა დაწვა. ირაკლი ინციდენტიდან რამდენიმე საათში აიყვანეს. მან გალის კულტურის სახლზე გამოფენილი დროშის დაწვა აღიარა. მის საცხოვრებელ სახლში კი ხელყუმბარის აღმოჩენა უარყო. იმ დღესვე, როდესაც სახლში არავინ არ იყო, პოლიცია მეორეჯერ მივიდა ირაკლის სახლში, შევიდნენ შიგნით და შესვლის შემდეგ დაუძახეს მეზობელს, იმიტომ რომ ბებუ ადგილზე არ იყო და მეზობელს დაასწრეს, რომ ირაკლის ოთახიდან გამოაქვთ ხელყუმბარა. როდესაც მეზობელმა იკითხა, რომ საიდან გამოიღეს, უთხრეს, რომ ბალიშის ქვევიდან ამოიღეს ხელყუმბარა. ოჯახისთვის როგორც განაჩენი, ისე ბრალდება აბსურდულია. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს მოქალაქეს ოკუპირებულ აფხაზეთში დანაშაული განზრახდა უმძიმეს. ეს გახსოვს? ირაკლი ასაკოვანი ბებიის დასახმარებლად თბილისიდან გალში 2016 წელს წავიდა. ენგურის ხიდის ჩაკეტვისა და საჭირო საბუთების არქონის გამო უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო. პროტესტის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ერთ სახელმწიფო შორის გავლებული საოკუპაციო საზღვარი. პერიოდულად გადადიოდა დედაჩემი ავად იყო და ეს ბავშვი რო იყო გადაყავდათ. იქ ბიჭები რო გადადიოდნენ იქაურები გადაყავდათ მაგაც. ესეთი სითფო ნახა იქ ხალხის რაღაცა ჩვენი ხალხი რო არის და ამით რა ვიცი როგორც თვითონ საუბრობ, თორე განზრახვა არ ქონდა არასდროს. თავისი სათქმელი თქვა უთხრა აფხაზებსაც და ქართველებსაც, რომ ძმებადთა დავრჩეთო და ეგრე უნდა ვიყოთო და ესაა სწორი აზრი. როგორც მაგი ფიქრობდა, ასე ფიქრობს, რომ ესე გააკეთა. ოჯახს დაკავებული შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვარი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აწვდიან. ბოლო ინფორმაციით ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ყოფილ სპორტსმენს ხერხემლის პრობლემები და ცეჰეპატიტი აქვს. სახელმწიფო პროგრამით მკურნალობა გალში გადასვლისთანავე შეუწყდა. პირობებიც არის ძალიან თვითონ ციხეში. და ჩვენ ისიც გვაშფოთებს, რომ ნიკას ესეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხის ესეთი პირობები ძალიან ფატალურ შედეგამდე არ მივიდეს, იმიტომ რომ რეალურად მისი ჯანმრთელობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ესეთ პირობებში იყოს. ირაკლის შესახებ ნებისმიერი ამბავი ოჯახისთვის დღეს განსაკუთრებით ძვირფასია.
სწორედ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მეზობლებისგან, მეგობრებისგან ისმენენ დღემდე უცნობ ისტორიებს. ჩვენ ასე ვთქვათ, აქედან ერთად ვეხმარებოდით, უგზავნიდით ტანსაც, მოს ჩვენს გაგზავნით ასმოს თვითონ არ იწმევდა თურმე და აძლევდა სხვას ჩუქნიდა. და ეს ისტორიებიც მერე გავიგეთ, ეხლა ვიგებთ ამ ყველაფერს და თვლი რომ ჩადენილს არ ნანობს, თუმცა დარდი აქვს ჩვენი ოჯახის, იმიტომ რომ ჩვენ ამას იცის რომ ძალიან რთულად აღვიქვავთ და ვის ყველა ასე ვთქვათ ქმედებას ჩვენზე გავლენა აქვს. შესაბამისად ალბათ ჩვენზე დარდობს უფრო მეტად ვიდრე საკუთარ თავზე. ირაკლი ბებუას საქმე ჟენევაში 2 დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გახსნილ იქნა ირაკლი ბებუას საქმეც, რომელსაც ოკუპაციო რეჟიმმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა. საქართველოს დელეგაციამ მოუწოდა და კიდევ ერთხელ მოითხოვა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებისგან, რომ მოხდეს ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. საქართველოს ხელისუფლება ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმის და ინსტრუმენტის გამოყენებით, რა თქმა უნდა, განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას ყველა ამ საკითხის შეძლების დაგვარად დროულად მოგვარების მიზნით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ძალისხმევა მალე გამოიღებს შედეგს. ირაკლი 5 თვის იყო, როცა მშობლებმა აფხაზეთის ომის დროს თბილისში ჩამოიყვანეს. ყოველდღიურად საუბრობდნენ აფხაზეთზე, ასწავლიდნენ, რომ აფხაზეთი საქართველოა და იქ საცხოვრებლად დაბრუნდებიან. ახლა ამ სიტყვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და სჯერა, რომ მის ერთადერთ შვილს აუცილებლად დააბრუნებენ.